აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში ცვლილებების კანონპროექტი დაამტკიცა 11.300.000 ლარით გაზრდილი ფინანსები სამინისტროებსა და უწყებებზე გადანაწილდა. უმცირესობამ თანხის განაწილება გააპროტესტა და კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა ცვლილებების გათვალისწინებით რესპუბლიკური ბიუჯეტი 11.303.000-ით გაიზარდა და ჯამში 139.316.000 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს ცენტრალური ხაზინიდან გრანტის სახით 1.847.000 ლარი დაემატა. ბიუჯეტი გაიზარდა. შემოსავლები 7 მილიონი გადა შემოსავლები, მივიღეთ გრანტები, სხვა შემოსავლები ჯამში გაიზარდა 11.300.000 ლარით. ჩვენ ვფიქრობთ ხალხზე პრიორიტეტები გვათვლილი ძალიან სწორად, სოფლის მეურნეობაზე მოქმედებს არა მარტო ეს რაც ჩვენ გავყოთ ბიუჯეტიდან, არამედ არის გამოყოფილი მილიონიანი გრანტი. ბიუჯეტის გადანაწილებასთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა უმცირესობის წევრებს, რომლებიც ფინანსურ დოკუმენტში წინასაარჩევნო დაპირებების ასახვას აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტის განსაზღვრას აგროსერვის ცენტრზე ხარჯების გადანაწილებას ეხებოდა. არის და ესეც ძირითადად მიმართულია მინდა გითხრათ აგროსერვის ცენტრის საშტატო ერთეულების ფაზე და ზოგიერთი ორგანიზაციაში ხელფასების დაცვა. ის არგუმენტი რომ მაინც მე შემდეგ ბიუჯეტიდან დაფინანსება უბრალოდ არასწორია. ან ეხლავე უნდა გაგრძელებულიყო ეს ვადა და რაღაც ვადაზე შეთანხმებულიყავით, თუ არა და სხვა შემთხვევაში ვერ მივიღებ არგუმენტად იმას რომ ივლისის ბოლომდე ხარჯი შეიძლება ტელევიზიას აკეთებდეს. ტელევიზიის საკითხთან დაკავშირებით მე გავაკეთე განმარტება და იგივე განმარტებას გავაკეთებ, რომ არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ საკანონმდებლო პროცედურები მიმდინარეობს და იქიდან გამომდინარე რა როგორ გადაწყდება, ამის კვალდაკვალ მოხდება ტელევიზიის დაფინანსება. შენიშვნები იყო საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართ რეგიონიდან წარდგენილი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით. უმცირესობის ორმა წევრმა ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა, სამმა კი თავი შეიკავა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს წარდგენილი. ამ რეგიონული განვითარების სამინისტროში იყო საუბარი რკინიგზის გადატანის პროექტზე, იგივე ჟილინის არხის პროექტზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს განხორციელდა ამ ეტაპზე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დეპუტატთა შენიშვნები მოისმინა და მათ პასუხი გასცა. აგროსერვის ცენტრი მოგესალმებით რომ ფლობს გარკვეულ მიწის ნაკვეთს, სადაც ხდება ნერგების გამოყვანა და ამ ნერგების მომვლელების ხელფასფინანსდება მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ წარმოადგენს საკმაოდ მოცულობითი პროექტები, მიმდინარეობს კვლევა, როგორც აღნიშნე, ჭოროხის მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობისათვის და შესაბამისად გაყვანისათვის წინასწარ კვლევა მოითხოვეს და ეს კვლევა მიმდინარეობს და ამის შემდგომ ყველაფერი დაფინანსდება. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხულოში სოციალური სახლის მშენებლობისათვის 500.000 ლარის გამოყოფა.